რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს ფესტივალი ქართული ზვიად ბოლქვაძის და რანინელების კონცერტით დაიწყო და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. ფესტივალის გრან-პრი რუსთავის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ჯავარმა აიღო. პირველი და მეორე ადგილის მფლობელები კი იბერი და კეღოშვილები გახდნენ. რუსთავის მერიის ფულადი ჯილდო 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ანსამბლებს გადაეცათ. კონკურს ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 26 ანსამბლმა და 3000-მდე მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა. რუსთავის ფესტივალი ქართული ყოველ წელს გაზაფხულზე უმასპინძლებს ხოლმე ქართულ დღეებს, სადაც ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებენ მონაწილეობას. წელს გამორჩეული იყო ვიზიტორთა რაოდენობა, 60,000-მდე მაყურებელი ყავდა, 3000 მონაწილე და დარწმუნებული ვარ, რომ ის გამარჯვება, რომელიც წელს ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მოიპოვეს, იქნება мотивация იმისთვის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. კონკურსის აბსოლუტურად ყველა გამარჯვებულს 10-ვე ნომინაციაში გამარჯვებულს ულოცავ არაჩვეულებრივი შედეგის დადებას აი ამ ფესტივალში მონაწილე თითოეული ადამიანის არის გამარჯვებული. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ ტრადიცია ფესტივალებისა რუსთავში დამკვიდრდა და დაფუძნდა. ამას გვაჩვენებს და ამის მაჩვენებელი არის ის შედეგები, რაც აი 2025 წელს ამ ფესტივალის განმავლობაში ჩვენ ნახეთ რუსთავში. ურმესი მადლობა ფესტივალის იდეის ავტორებს, ორგანიზატორებს, რუსთავის მერიას, ქალბატონ მერს ნინო ლაცაბიძეს, რომ ყველა ანსამბლს, ვინც მოღვაწეობს რუსთავში და საქართველოში, მისცა საშუალება წარმოეჩინა თავიანთი ნაშრომი.